დილამშვიდობის. ვემირა კარქია სითბო ნახი რომ მუდინამათში და აჩაჯული ცივა საშინლად ხალხნო. აი საშინლად ცივა. მეტი რო არ შეიძლება ისე. დაბლა ვიყავი. ხოდა ფეხებს ვეღარ ავგრძნობ გამიყინა. ეხა გავისტუმრე. ой, ოჯახის 3 წევრი. გარეთ, კი არა და სკოლაში. და მეც ამოვედი პატარა ჭიქით ყავით. ეხა პლოსტები გავიხადე, რომ ხალი ჩაათბილი და იმაზე ვითბობ ფეხებს. პრინციპში დაბლა საქმე მოვითავე საერთოდ. გადავიძრო. კაცებსაც ვაჭამე, ცხოველებს, სამყაროსაც ვაჭამე. ეს ერთი მსუქანა აქ ამყავ. ხოდა მაკარონი მიდგა რა და მორჩება. ой, ერთი 5 წუთიღა უნდა და გადავწურო. გამეჭედა. საერცხიც დავფინე და მეორე პირით შევყარე. დედა როგორ აკაჯაჯულდას. ეს იყოს ცოტა ხანი სადავ შევთბები. წელი თბილად აბა. მაიცა? მე იგათა გაქარეს. ეს. დავდგე ისა. ოსპი. ჩავყარე კარტოფილი, ლობიო. მე ლობიო მეთქი ხალხ. ნიორი უნდა მეთქო. ოსპი, კარტოფილი, ხახვი, ნიორი, სტაფილო. ერთად ჩავყარე. ისე ლაითად მსხვილად დავჭერი, ხახვი არ დავიჭერი, მსხვილად და უყავი ყვითელი ყვავილი. დაღერღილი არ უყავი, დაბქული წითელი წიწაკა უყავი, ფერებზე მინდოდა რომ ცოტა ჩორბისკენ წამეყვანა. იმიტომ რომ ის სუნელი არ მაქვს, მაგისი რა და ფარა უყიდულობ ხოლმე. რაც ამაქვს იმითაც მშვენივრად მიირთმევი. ხოდა მიდგა ხა ეგ მოიხარშება და 9 საათი ეყოფა და დავაბლენდერებ და მე შევჭამ მეც ხო მაგრამ შია მაგრამ ველოდები მაგ ამოვიტანა ისა ყავა და რატო ამოვიტანე იცი თავი მტკივა გუშინაც მტკიოდა აი გუშინ ხო ვთქვი რომ მოვალ მეთქი იმიდან აუცილებლად ვიდეოს ჩავწერ მეთქი რა. ხო გითხარით, მაგრამ აუ რა საშინლად მზეა. ვისაც ცოტა იქით გადადი ჩემო ლამაზ. მაგრამ იმ დონეზე მტკიოდა თავი. წნება არ მქონდა. სავარაუდოდ აი ქარს ვერ ვიტან რა. მithumetes თუ მიწევს კაპიშონის გარეშე მოძრაობა და მე ხო ისეთი რაღაცა მეცო რომ კაპიშონი არ ქონდა იმას. თუმცა მაგას კაპიშონი ჰქონდა, უბრალოდ რაღაცა პატარა კაპიშონი ჰქონდა და მოვაძრე და აღარ ხმარობ რა და ქარს ვერ ვიტან აი, როდესაც ეს მაფარია, პრობლემა არ არის. ანუ აი საერთოდ ანგრევდეს სულაც, მაგრამ არ მქონდა კაპიშონიანი წაღებული და მომიწია რაღაცა მანძილი ქარში გამევლო. ხო და აი მაგას უკავშირებ რა, რომ თავი მტკიოდა. ხო და აი საერთოდ აი იმის თავი არ მქონდა, რომ რაღაცა აი რამე ჩამეწერა რა. ერთი მოველი საჭმელი შევჭამე და ეს ხალიჩა დავასუფთავე და დავწეკი. მართლა არაფერი არ მიქნია, ჯერ აქ ჩამეძინა და მერე იქ. მერე საწოლში, ვაიმე თავი ნახეთ რაც მიკავ. ოდნავ გავისწორო. მე მაინც უნდა შევიკრა. სამსახურში მივდივარ. ხო და აი ხა თუ მოვასწრებდი ვიდეოს ჩაწერას, მე ვერ მოვასწრებ, მე უნდა დავჩავიდე ისევ დაბლა. გადავწურო მაკარონი, მე ვირბინო, საწოლი და ასე შემდეგ.
და გავემზადო. ხო და მაგ ჩორბას ველოდები, რომ ეგ უნდა წავიღო მე სამსახურში. წუთი. ვაი დედა რა კარგი იყოს, მე ხალართება ხოლმე გულმუცელი. ვიფიქრე რა, საჭმელზე ფიქრი მკლავს ცალკე. როზი რა ვიფიქრე რა და მაკარონი ყველაზე ადვილია. ადუღდა ჩახარე მოხარში. ხო და ამ თავის ტკივილზე ვამბობდი რა დილას ისე გავიღვიძე და აი კი არ მტკივა. აი ეს ადგილი გაბურვებული. გაცივებით არ გავცივებული ვარ, იმიტომ რომ ხა გუშინი გავიშრე მართლა სველი არ წავედი, მე აქაც მოვიყავ, მე ფენი კიდე დავიმატე სანამ წავედი. ანუ თმა სრულიად მშრალი მქონდა. უბრალოდ ქარის დროს მართლა ესე მომდის ხოლმე და საერთოდ არ მსიამოვნებს ქარი კაპუშონის გარეშე. ხო და აი ესე მაქვს ეხლაც გაბრუებული და გოში რომ მოველი ფიქრობდი რომ მანამ მიდი ყავა დალიე. ბარბარი არის ოსახში. ხო და ნინოს კი ვეტყოდი, მაგრამ ისა ვერ იმაშვება ხოლმე რა და ისე უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით კიდე არ მინდოდა რომ დამელია აი წყალ რაღაცა ეგეთი და ისე მაგრამ ეს მეზარებოდა რომ დაბლა ჩავსულიყავი რომ ვერ დავლieყავა რა და ბარბარიც გვიან მოვიდა და გვიან კიდე აღარ მინდოდა. ასე რომ აი ხა მოვიტანე სამსახურში აღარ დავლევ. ახლა ზედიზედ ყავას აღარ ავსვათ მოგითხარით კიდეც თქვენს და სამსახურში ჩაის დავლევ. გუშინ ვიყიდე კი რაღაცეები. არა, ორი რაღაცა ვიყიდე, ერთი უკა ვიყიდე. თხელი ნაქსოვივით არის, ისე რომ აი ზაფხულშიც კი რო ჩაიცმევ, ანუ ეგეთი რაღაცა, თან რბილი წელი აქვს, ძალიან მომეწონა, სრულიად ახალი იყო. ღია ფერის თან გასასვლელად გაუმადგება კარგად და ერთი ვიყიდე ზედა, წენგოსფერი, აი მუქი რაღაცნაირი ზედა არის. ძალიან მომეწონა და ესა ეგორი ვიყიდე მე და რაჩი რაღაცები ივანებ თვითონ არჩი. რაღაცეები. ხო და ეგრევე პარკით შევიტანე და დავდე რომ ისა უნდა გავრეცხო რა და ერთი წამი ისეთ შეგრძნება მქონდა რომ ის დარჩათ მეთქი მაგრამ წაუღი. დიაკ პატარა ჭიქი დღავ. აურა მესიამოვნა. იცი რატო ვეღარ ავსვავდი ამ ყავას? იმ პერიოდში ვსვავდი უნალექოს და აი იმას რომ მივეჩვევი ხოლმე მე აი 1-2 დღე სრულიად ცუდად ვხდები ამ ყავაზე რომ გადავდივარ ისე. არა და ეს მიყვარს. რამდენი ყლუპით მესიამოვნება იმდენს დავლევ. 1-5 წუთით და ჩავა მაკარონს გადავწურო. დეიდა წერს ლაშეს დეიდა წერს ლიერა ჰოროსკოპიაზე 25-ში დღეს მიდიხარ რომ ქალი დავაიმედე რა როგორც თქვენ გითხარით ხო იცი პარასკევს მეთქისო დღეს მივდიოდი ხარ ნუ მე როგორ ველოდებოდი დღევანდელ დღეს რო ჰოროსკოპიაზე ვთავსო ეხლა გაძლევს 25-მდე, მართალი მოვა. დღეს რა არის, აგე უკვე 5-ია. პელი 3 კვირა. ხვალე აქვს ჯვარულს კონცერტი აქ კლუბში. მიხარია რომ არ ვმუშაობ, იმიტომ რომ წავალ, მაგრამ რომ ვმუშაობდი, ყველა ვარიანტში წავიდოდი მაინც. თუ რამე მქონდა უცბად გავამზადებდი, ან თუ არაფერი ისეთი გადავცვლიდი დღეს, აი უსიკვდილოდ აქ რო კონცერტი იყოს და მე არ ვიყო, შანსი არ არსებობს და ხვალე არის ჯვარულის კონცერტი ჩვენთან კლუბში. და ბარბარემ რაღაც ახალუხის გარეცხვა მთხოვა და ვერ ავნახე იქ. საღამოს გაულებ არა პრობლემა.
უიმართლა საროჭკებთან დაკავშირებით კითხვები შემოდის ხოლმე ბოლოს არის საროჭკებთან ხოლმე და სანამ გავთიშავ არა მგონი ხა დიდი ვიდეო მოვასწრო რა მინდა რომ ამ თემაზეც ვთქვა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი მაყურებელი მწერს ხოლმე როგორი საროჭკა ანუ საროჭკები რო არა აი პერანგი ხო ვიცი რომ პერანგი ქვია მაგრამ სიტყვა საროჭკა ძალიან მომწონს და რა გავაკეთე ხო იცით ეხლა სტანდარტული კლასიკური საროჭკა რასაც ქვია სრულიად ბეჭები რო სრულიად ანუ ცარიელი აქვს და ხრიდან ხრამდე აი ესეთი ზოლი გაზდევს აი ეგეთი უნდა იყოს დასახატი საროჭკა ანუ ხრიდან ხრამდე ეს ზოლი ყველავარიანად ზოლი რა ნაკერი რა ყველა საროჭკას აქვს არა არის ისეთები რომლებიც მთლიანი ზურგით არის მაგრამ ეს ზოლი არ უშლის ნახატს მაგრამ უშლის ესეთები ზოლები კისრიდან ქვემოთამდე რო აქვს ზოლი რა ნაკეცი ნაკერი არის ვიდიჩკებიანი არ შეიძლება ანუ დამიხატია როგორ არა აი ვიდიჩკებიანს კიდე არა უშავრა იმიტომ რომ თავში აქვს და ეს თავისუფალია მაინც მთელი ზურგი მაგრამ აი შუაში რო აქვს ვიდიჩკა ორნაირი არა ერთი არის აქეთ იქით აი ხრებს აი ამასა და იქით მეორე მაგადგილას და ეგ არ უშლის თითქოს იმდენად ნახატსაც გააჩნია ხოლმე მაგრამ აი შუაში რო არის აი წარმოიდგინეთ შუაში რო გადაკეთო საროჭკა და ის ჩამოწიო ზოგს არ ახლა გაუთავება ანუ ყველას გაუთავებული მოაქვს ხოლმე ყველას მაგრამ თვითონ ის ზოლიც გაუთავებულია ხოლმე ანუ ფიზიკურად ძალიან ძნელია რომ იქ რამე დახატო ისე რომ ნახატი არ გაფუჭდეს იმიტომ რომ საროჭკა რო ეგეთი საროჭკა რო ზურგზე რო აცვია ბავშვს ხო გინა არ გინა იჭიმება ის და ანუ ის ზოლი ამახინჯებს რა აფუჭებს ვერ დახატავ ფიზიკურად იყო საერთოდ შემთხვევა რომ ძალიან ფეშენ საროჭკა მომიტანა ერთმა უკან ჩაღილული იყო ანუ აი ეს მხრიდან მხრამდე ზოლი მეთქი ხო აი მანდ იყო ჩვეულებრივ ესე ზოლი აი ზოლის ქვემოთ შუაში აი ესე დიდი პეტლები და დიდი ღილები შუა ანუ სადაც უნდა დამეხატა ღილი და პეტლი იყო რა უნდა მეკავდე და ცოტა გვერდზე კალთაზე დაუხატე უკანა კალთაზე ხო ანუ ეგეთი ისიც შეიძლება ფასებიდან გამომდინარე ფასები ნახატიდან გამომდინარეა რა თქმა უნდა არის 30-იანი 35-იანი 40 45-50-იანი 60-იანიც კი ძირითადად 60-იანი არის აი შავ-თეთრი ნახატები რაც ძალიან მიყვარს და უბრალოდ იმაზე მეტი დრო და რესურსი მხრივ რო ანუ უნდა იჯდე უნდა დაელოდო ის გაშრეს მეორე ან შავ-თეთრ სხვანაირი მიდგომა უნდა თან პერანგზე თორე რა იმაზე არა ფურცელზე და იმაზე არა ხო და აი ეგ ნახატები ძალიან მიყვარს შავ-თეთრი ხო და მასეა ფასები რა ხო კიდე რაღაცა მეთქვა საროჭკა დღეს კი არა წელს რაოდენად როგორც არ უნდა გაგეკვირდეთ თქვათ რა ამოვიპირქოვე ესენა როგორც არ უნდა გაგეკვირდეთ წელს იყო ესეთი ორი შემოთავაზება ჩამიგდეს ნახატი არ ვიცი მე აქამდე მართლა ეგეთ შემთხვევა არ მქონია რა ხო და როგორც ვიცი ანუ საროჭკა მოაქვს პატრონს ხო ეხა ელემენტარული მე რა ვიცი ის რა ზომა წონის და რა აღნაგობის ადამიანია საროჭკა მე როგორ უნდა მქონდეს იყო ეგეთი შემოთავაზება რომ საროჭკა უნდა მომიტანოს ანუ უნდა მომიტანოთ საროჭკა მე რა ვიცი რა სტილის ხარ რა აღნაგობის რა ზომის ადამიანი ხარ ხო ანუ მე ხო მაშინ ეს წავალ ვარკეთილში აგი 10 ლარიანი საროჭკები ასე არის და იმ საროჭკის ფულსაც დავამატებ ხო მე რა თქმა უნდა ეხლა მაგრამ სისულელია ვიყიდოდ მელაგოს ვინმე თუ შემიკვეთავს საროჭკით ნახატს თქო ანუ არ არსებობს ეგეთი რაღაც ანუ რავი აქ არ არსებობს ყველა თავისთვის არის ხო და კიდე ერთი ზოგს გონია ხოლმე რომ აი ძალიან მაგარი საროჭკა უნდა იყიდოს ძალიან ძვირიანი რაღაცა საოცრებები ტილოსები რაღაცა არ ვარგა ხალხო ეგ ბოლოს არისთვის ეგ საროჭკები არაფრად არ ვარგა ტილოს საროჭკა არაფრით არ შეიძლება მიიტანო დასახატად
სტილოსაც გააჩნია. ძალიან რბილია, ძალიან ამოწეული თვლები აქვს, ანუ ისა რა, ნაქსოვს ვიტყვი რა, იმიტომ რომ იქ სხვანაირი ფაქტურა ის ნაჭერი. ის ჩვეულებრივი საროჭკა თუ ფურცელივით არის და ყველაფრის უფლებას გაძლევს, ის არ გაძლევს. სხვანაირია. აი სხვანაირია, გამოვა ნახატი, მაგრამ არა ისეთი როგორიც. ანუ გონიათ ხოლმე რომ რაც უფრო ძვირიანია პერანგი, მით უფრო მაგარია, არა. უბრალო საროჭკა იყიდეთ, თან ერთი დღისთვის მე არ მესმის რა თქმა იყიდოთ 120 ლარიანი საროჭკა. ვარკეთილში არის იონეს მანდ უნდა უყიდო, ეხა 25-ში თუ როცა წავალ რა ეხა. ვარკეთილში არის გამოტანილი სპეციალურად არის ხოლმე მაგ პერიოდისთვის საროჭკები 10-15 ლარები ღირს. ბაზრობაზეც არის ხოლმე მსგავსი ტიპის საროჭკები გამოტანილი მაგისთვის, რომ ანუ არ მისცეთ ძვირი, მაგრამ ჩვეულებრივ ერთი დღე უნდა გეცვას რა. ხო და ვინც ეგე ახლო და ტერიტორიულად ხარ და იგონიათ რომ ძალიან ძვირიანი უნდა იყიდოთ, ან ვაიმე იაფიანს ხო არ მიუტან დასახადად. არა ხარ ყველაზე მაგარი დასახადად. ყველაზე მაგარი არის იაფიანი საროჭკა. ყველაზე კაი დასახადი, ყველაზე კარგად გაძლევს იმით. თან ეგ იაფიანი საროჭკები, ანუ ისეთებია როგორიც უნდა იყოს. ნუკერების გარეშე რა ძალიან მაგრებია. ხო და მანდ ვიყიდი. ხო რა შეიძლება მაგნოლიაში წასვლაც, კვირას მივდივარ მაგნოლი, გუშინ ჩემი ბიძაში, ой, მე შემოცხოვრება. ესეც და წაველი მაკარონია ჩამეხარშოს. მადონჩიკა ვნახე, ой, მე როგორ მიყვარს კლინიკაში ივანე რო ყავდა, ой, მე როგორ მიყვარხარ, შემოცხოვრება ნეტა იცოდე. ესე კატარა მყარები ეს რომ მიყვარს. მე შემოსიცოცხლე ძალიან თბილია და გამოხატვა აქ, ანუ მოვა და მოგეფერება. ან გიკმეს, ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემი ბიჭო. დიდესი ხო ხარ. მადონჩიკა ვნახე. კლინიკაში იყო იქ. აღარ თქვაზე მანდ არის ავერსის კლინიკაში ვიყავი. ის არის და იქიდანაც რო წამოვალთ მარშრუტკაში ერთად მოვხდით მე ხო მე მარინაში გავედი. ხო და აუ ესე შაბათო კვირასო 8 მარტსო მივდივართ რესტორანში მაგნოლიაში. აუ მე ვთხარი შემაგიდაზეც გადმოვსვარ. გამიხარდა. ой, მე იცი რამდენი ხნით ადრე დავჯავშნეთო. მთელი რავი 2-3 თვითო. მე ვთხარი ჩვენ 2 დღით ადრე. რანაირად რა მე ვთხარი ეგე 14-15-ს მეთქი ნინო, ვაი მე ძალიან მიყვარხარ და ჩემი ცხოვრება ხარ. აი შემიძლია შეგჭამო. მე შემოცხოვრება, აი ისინი ცხოვრობს, მაგრამ ეს განსაკუთრებული ვირი არის, ჩემი ვირია ეს. პირადი ვირი. წავედი აბა. მედია გადასაყრელი არა მაკარონი. აი მე მაინც როგორ გამიგორდა და მიფაცუნებს այդ ფეხებს. გაიში ბიჭო. მიკმინე, მოიში გასამწარ. ხო მე მინდა რომ ძაფები ვიყიდო. კარგი. მარკეტილშიც არის კი ძაფების მაღაზია. მაგრამ იქ რო ვიყავი, ეხა მე და ნინოც რო ბარბარ და ჩემი უფროსი ნინო რო ვიყავით ვაქზალზე 5 ლარიანი ძაფები ღირდა 3 ლარი და უბრალოდ სხვა რაღაცებზე რო ვიყავი წასასვლელი პასაჟში. აღარ ვიყიდე რა და ძალიან მინდა იმ ქსოვა მინდა. თან ეხა კარგი. ფისო. ნუსცე. აუ მინდა რომ მოვგსო, თან მინდა რომ რამე ისეთი მოვგსო, რასაც გამოვიყენებ პატარასთან. რატო ეჩხუბები? პანდა მოდი ჩემ. რატო ეჩხუბები, კაცო? შენ ქებამ გაწყინა, ვირო. დედას პატარა რა გიყო, ჰა? მე უნდა მოხიდე ჩემთან. ჩემი პატარა ბიჭი. ჩემი ცეროდენა ბიჭი. უნდა გაგამწარო შეხული იყო საიდან იყურებ. ვირი. წამოულის ხოლმე. მე გაითხრე შეხა და დაედო. კეჩუპა. ვაი მე ჩემი ცეროდენა ვინ არის? ისედაც ბაცაცოს უამას დაათრევს და ჩემი პაწაწინა. ვაი ნაზი. ძალიან ნაზია ხალხო.
ეს მამალიკა და არ უნდა იყოს ეს. გაჩერეს კუდი ხა მოგახტება ეგრევე. მიმიცი მიპატა. მოდი აქ დაჯექი. აქ დაჯექი. აღარ ჩახვიდე იქ. დაჯექი. წავედი მე. კარგად იყავით ხარ ხნობა მომავალ. შეხვედრამდე და მომავალ ვიდეომდე. კარგად. ბედნიერი დღე ყველას.